მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადაცემას კონსერვატორიას, საერთაშორისო ამბებით დავიწყოთ მეგობრებო. მე არ ვიცი, რაღაც სახელი მოვუფიქროთ რაც ხდება მსოფლიოში, იმიტომ რომ ესეთი რამ არ მოხდარა, არც მახსოვს, როდესაც ერთი ქვეყნის ერთი მეთაური თავისი გავლენით და ძალით ყველა ქვეყნის თითქმის ყველა ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნების მეთაურს სწონის და სწავლავს. ჩვენ გვახსოვს საფრანგეთის ისტორიაში პერიოდი, როცა ყავდათ შარლ დე გოლი, რომელიც გადაარჩინა საფრანგეთის სირცხვილს, ორჯერ იყო ხელისუფლებაში, რომელიც გამოიყვანა ნატოდან გამოიყვანა საფრანგეთი და ანტიამერიკელი იყო სხვათა შორის. თუ შეიძლება ამას შარლ დე გოლი გვახსოვს. მე მიტერანის გვახსოვს, ჟისკარ დესტენიც. გერმანიაში ხარ ადენაუერი, კოლი, ვილი ბრანტი, რა ვიცი, და ესეც კი მერკელის, ინგლისში ტეტჩერი გვახსოვს და ასე შემდეგ, ხო? ეხლა რაც ხდება, როცა სხვები არიან ჯუჯები და ის კიდევ არის ძალიან დიდი ფიგურა, ზოგადად, როგორც ტანით, ისე თავისი არსით, ტრამპი არის ბულდოზერი რა. მეგეთი შემთხვევა არ მინახავს. და ცხადია და კარგია, რომ ეს ბულდოზერი ჩვენსკენ არ არის მომართული და არის სადაც საჭიროა იქ. მიმართული იქ. მაგას ქვია ბატონო შალვა, ძალა არის სამართალი. ძალა არის სამართალი, ხო? ორქოთ ეს. ხო. უწინააღმდეგი არის. რაშია ძალაო და ძალა ძალაშია. ანუ სამართალში კი არ არის ძალა, ძალა არის ძალაში. თუმცა მე არ ამგონია რომ თლად ესეც იყოს, იმიტომ რომ სხვათა შორის ტრამპი მაგალითად არ ჩაება სახმელეთო ოპერაციაში. რა ვიცი რას ვიზავთ ვენესუელას გულისხმობ. რას იზავს არ ვიცით გრენლანდიაში ჯარს გადასხავს თუ არა და ძალიან ερიდება სხვათა შორის ბირთვულ ქვეყნებს ძალიან ερიდება და სულ მოლაპარაკებების სურველია. ხუსტებთან ქნარო რამე? ხო, ხუსიტებთანაც თითქმის არაფერი. მოიგოომი? ხო, მოიგო და ამშვით კი ბატონო. ხო, მოკლედ მე იმის თქვა მინდა რომ სამყარო თვალსა და ხელს აი დღეს შეიძლება აგზივართ რაღაცა ინფორმაციით შემოვიდეთ, მე არ ვირონიზირებ. გავიდე და აბსოლუტურად სხვა რაღაცა მოხდეს და არის საუბარი რომ შეიძლება მალე დამთავრდეს ომი უკრაინაში, იმიტომ რომ უკვე რაღაც ერთი საკითხიაო თქვენს და საკითხს გადავწყვეტ და უიტკოფმა თქვა ეს. და ჩვენი ღვთისმადლით ბიძინა ივანიშვილის სიბრძნით ქართული ოცნების სიმტკიცით და რა თქმა უნდა ქართველი ერის ნდობით ვარ თითქოს ისეთი განცდა მაქვს რომ აქ ოკუპანტებს აქვთ ესეთი გამოთქმა ზახრისტო ზაპაზუხე უხრისტა ანუ რაღაც კალთა არის გადმოხებული ჩვენ ვერ ვამჩნევენ მაყურებლებიო თითქოს რა ვერ ვამჩნევენ არ გვიტევენ ეს დასაც უნიკალური შემთხვევაა მოდი ამ სიტუაციის გაანალიზება დავიწყოთ მე არ ვიცი ხო ოპოზიციაზე რა შეიძლება რომ ვილაპარაკოთ რა ვიცი დღეს გამოვიდა ქუში გამოვიდა ვაშაძე და სოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურა. აი, რა უნდა ვილაპარაკოთ? გინდ შეიტანე, გინდ გამოიტანე შენი რუმივით გაგორებული მიკიტა. და განიხილება დღეს ზურა ჯაფარიძე. მე რატო გამომიშვეს დილით და ეს საღამოს რატო შედარებით გვიან რატო გამოვუშვეს? და ეს არის მთელი ესე იგი აჯენდა რა. ხო. შალოთ შემეძთ ამ ამბებმა ძალიან ბევრი რამე აჩვენა რა. პირველ რიგში აჩვენა რომ ევროპა არ ადეკვატურია რა. ანუ ის რა არის ამ გადაცემაში ბოდიშის მოხდით იზარი. ამ გადაცემაში ეს იმდენჯერ თქვით და თან როგორ მომენტი იყო ის რაღაც მომენტში ჩვენს თავიდან თლად ისე არ ვიყავით დარწმუნებული მიუხედავად იმისა რომ ყველაზე მეტად გჯეროდა ალბათ საქართველოში მაგრამ მაინც აგვისრო ჩვენს ანუ მოლოდინი დაუსწრო შავაგრაცი რეალობა ანუ რაც დრო გადის ანუ მოდი შევხედოთ ასე რომ ამ ბოლო რამოდენიმე წელიწადში ევროპაში დიდ სახელმწიფოებში შეიცვალა ლიდერები და უარესები მოვიდნენ. ანუ პრობლემა დღეს არის რომ ეხლა მაგალითად ყველაზე ჯონსონი უარესი იყო ამაზე თუ უკეთესი ეხლა ვინც არის? არა მგონი. არა, ერთ ტონის არის. მანდ ძართულის მთქმელია, მაგრამ აი ეს მერცი და შოლცი შოტა უკეთესი იყო, ოდნავ შეიძლება. ხო ხედავ ერთი მოხარშე მეორე შეწვი. ანუ მე ამიტომ იცი რომ მერცმა ეხლა სერიოზულად განაცხადა რომ ჩვენ უნდა დავიცვათ გრენლანდია რუსეთისგანო. ხო, ეს ეტენება იმას. ანუ ხალხო შეხედეთ რა. აქ ლაპარაკი არის იმაზე რომ გრენლანდიის ახევა დათრევა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს რუსეთისგან იცავს. და ეს იცავს რუსეთისგან. ანუ რაღაცა კიდე და გავგზავნე და
კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, იმის შემდეგ პირველი განცხადება რო გააკეთა ტრამპმა, იმის მერე რო ფიქრობს, თავიდან ხო, რა თქმა უნდა, კომენტარი უნდა გაეკეთებინა და კარგად ღრმად შევისწავლიო მაგ საკითხს და მერე გავაკეთებ კომენტარს და იმის მერე არ არის ორი ხალხის. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ჭრილში. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არჩეული მომავალი, რომელიც ჩემს მე პირადად მართლა გითხრათ ვთვლი რომ მას გადახედვას საჭიროებს, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. ანუ რას გულისხმობ, რომ საქართველოს აღმოაჩინა რომ მას შეუძლია გახდეს ევროპა მისთვის. ევროპის ბიუროკრატიის გარეშე. არა, გახდეს ის, რასაც ჩვენ მივაწერთ ევროპას. და რაც დიდი ხანია რაც იყო ევროპა. რაც დიდი ხანია ევროპა არ არის. ანუ მე გულისხმობ განვითარებული სახელმწიფო, დემოკრატიით, აზროვნება, თავისუფლებით, უსაფრთხოებით, რომ მოქალაქეებს არ ეშინიათ მომავლის, არ ეშინიათ კრიმინალის, არ ეშინიათ ვიღაც ამოუცნობი ხალხის, რომელიც მათ შეუძლებას მიაყენებს. და რაც მთავარია, ნუ ახლა ჩვენ ხო ვიცით რა, რომ ნახეთ რომ ამ ევროპას საკონტროლებენ რაღაც გაურკვეველი ჯგუფები, რომლებიც რაღაც იგივე საუბრობენ. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგ ამ ბოლო 5 წელიწადში ძალიან კარგ აღმოჩენაზე ვართ მისული, რომ საქართველოს თავისი სტრატეგიული მდგომარეობით, რომელიც არის სიახლოვე რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან და ჩვენ როგორც დამოუკიდებლობის და ევროპასთან და თავისუფლების კუნძული, რომელიც არ აპირებს არავისთან ომს თავის მეზობლებთან, ჩვენ გვაძლევს იმის ბენეფიტს, რომ ძალიან მალე 10 წლის განმავლობაში შევქმნათ ნამდვილი კარგი სახელმწიფო. ხო, ძალიან საინტერესო პროცესები მედის ეს უწესრიგი არა, დიდი უწესრიგობა შეიძლება დავარქვათ, ხო, მაგ სოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. თავად ესე იგი გრენლანდია ერთი საკითხია, მაგრამ კანადა კიდე მეორე საკითხია. კანადა სადაც ჩინეთს შორის სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა, ორივე ტარიფებს დაუწიეს, დაიწყო რაღაცა ჩინური მანქანების შედის უკვე კანადაში, ტრამპის ცოტა ისეთი არის, ცუდად ხდება ყურზე. მაგრამ რა განაცხადა ტრამპს, თუ აქვთ ის ნება, თუ შეუძლია თუ გააკეთონო ეს პრობლემა არ არის. ანუ კანადა შეუძლია და ჩვენ არ შეგვიძლია ეს აი ეგეთი ორმაგის თუმცა მან ვერ დავიღო ტრამპის გამონაკლისი. მაგრამ შეიძლება ხვალე სხვა რაღაც, მაგრამ თავარი რა არის? მე მახსოვს რა აი რაღაც მე მგონი 1 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც განვიხილავდით რაღაც გეოპოლიტიკურ ამბებს სწორედ ამ გადაცემაში და იქ ესეთი რაღაცა თქვით, რომ არ არის მოსალოდნელი, რომ სულ სხვა კონფიგურაციები შეიქმნეს. გულისხმობ, ჩინეთ ევროპის კავშირი ერთი მხრივ, ხო ახლა რაღაც წარმოუდგენელი გონია ჩინეთ ევროპის კავშირი და ეს კავშირი ლოგიკურია, აი ნახეთ ჩინეთი, კანადა, ევროპა. აი სამკუთხედი ძალიან ლოგიკურად ჩანს. ძალიან ლოგიკურად ჩანს და მეორე მხრივ აღმოჩნდა, რომ მთელ რიგ საკითხებზე პუტინი და ტრამპი ისე არიან ერთად, რომ შეიძლება ამ სამის წინააღმდეგ ვიხილოთ ის რუსეთი და შეერთებული შტატები. ტრამპმა დაუშვა აქ გაყინული აქტივების galgობა. ჩემ ფული ხო გაქვს მანდო? ხო ცოტა შეალო 1 მილიარდზე. 4 მილიარდია სულ. ჩემ ფული რო გაქვს ის აიღეო და ტრამპმა რა კარგი იდეაა, აი ლიჟმი ფულია და აი საინტერესო რა არის, აი თუ დაუშვი საჭას დაუშვი. რა თქვა ტრამპმა? აზერბაიჯანზე და სომხეთს. რომ ესენი არიან რუსეთის გავლენის ზონები. ტერიტორია. ხო, ტერიტორიები, ნუ გავლენის ტერიტორიები არიან. ანუ ეს მე არ მგონი ეგ წამწვდომა იყო. არა, ნუ არ აპირებდა მაგაზე ბევრს ლაპარაკს და გაუკვირდაო პუტინს ეს მაგის ტერიტორია არის, ხო იცითო და მეო მაგრამ მოვარიგეო რა. ხო. და არა, ეგ ის რომ იწყებს ესე იგი შეერთებული შტატები რუსეთის გავლენის ზონების აღიარებას, ესე ვთქვათ რა. ეს მე მგონი რაღაცა უახლესი რაღაცა აჯენდა ეს ვთქვათ. და რას თავარია, აი ამ დავში ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი რა, რაც ჩემი აზრით იყო ის, რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ეტაპზე გასაგებია რომ ომს არ აპირებს გრენლანდიის გამო, მაგრამ ნუ დაემუქრა ევროპელებს რომ დაგიმახსოვრებს თუ კი თქვენ არ დავთანხმდებით ამას და ეს დამახსოვრება რა არის, რა იერარქია აქვს ევროპის წინააღმდეგ, ევროპა სადაა ყველაზე რა თქმა უნდა სავაჭრო და სატარიფო საკითხებში. აღმოჩნდა რომ ევროპა რომელსაც მიაჩნდა რომ თავდაცვაზე არ უნდა ეზრუნა, რომელსაც მიაჩნდა რომ სხვის ხარჯზე უნდა ყოფილიყო ესე, ვთქვათ, ჩამოშალა აი ამ
პუტინის აგრესიამ რუსეთში ხო ჩამოშალა მთლიანად. ეხლა მთელი ესეთი პრობლემა ევროპელების კვლავ იმეორებს რა არის? წარმოიდგინე, გინდა ევროპის მილიტარიზაცია, გაქვს ბევრი ფული. მაგრამ ამასაც მოეულება, მაგრამ წარმოიდგინე შენ უკვე 60 წელია თუ მეტი არა, გაქვს კეთილდღეობის სახელმწიფო, ყავს ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ სოციალურზე, ისე კარგად ცხოვრობენ. არ წავაუში. ანუ ძალიან კარგად ცხოვრობენ, იმდენად კარგად ცხოვრობენ. ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრება. ეს არის მაღალი სტანდარტის საშუალო დონე. ესაა მაღალი სტანდარტის საშუალო დონე, რომელიც არ ქონია. გურგინეს ახალგაზრდა ტაიფანო. ეხლა ესეთი ადამიანები, რომელსაც ეგეთი ცხოვრების პრაქტიკა აქვთ, რომ თუ რაღაცა, ესე იგი, ვერ იშოვეს იმიწავს სამსახური, შეუძლია სოციალურზე დაждდეს, ხო? ეს ეხლა ამას უთხრობ სოციალურს წაგართმევ და შენ ესე იგი ჯარში ხო? ეს რა თქმა უნდა იქნება პოლიტიკური პრობლემა. ეს ხალხი ჯარში აზროვნების მილიტარიზაცია უნდა. ეს ხალხი ჯარში კერტა, ეს ხალხი გამოვა პოლიტიკისა რა ქვია, აქციებს. აქციებზე რომ გამოვა ეს ხალხი. რა თქმა უნდა თვითონ დაარტყავს ამ არსებულ ხელისუფლებებს. ეს არსებული ხელისუფლებები ვინ არიან? ლიბერალები არიან. ეხლა კიდე ერთი მთავარი პრობლემა არის, რომ ეს ლიბერალები საკუთარ იდეოლოგიის წინააღმდეგ მიდიან. პლაკატები გამოჩნდა თეთრკანიანი მამაკაცი, სამხედრო თეთრკანიანი მამაკაცების, ადრე სულ პლაკატები იყო, მულტიკულტურალისტური პლაკატები იყო. გეიჯარისკაცები. ხო, ეხლა გამოჩნდა აბსოლუტურად რაღაც მილიტარისტული, ბრუტალური, მასკულინური ელემენტები გამოჩნდა. ესე იგი ერთი მხრივ ლიბერალები არიან და მეორე მხრივ ხო და ეხლა არის ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა მათ აქ საერთოდ მნიშვნელოვანი პრობლემა. იმდენად უნდა გამოცვალონ ეს სისტემა, რომ შანსი არ არის ეს კეთილდღეობა შეინარჩუნონ, აქ კეთილდღეობაც მათ ჰქონდათ წლების განმავლობაში. შანსი არ არის ამის, არა ნული შანსი არის. და ეს არის სერიოზული რევოლუციური გარდაქმნები. ეს არის პოლიტიკური კრიზისი პირველ რიგში. სხვათა შორის ძალიან კანადის პრემიერი ახსენა და მას ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებითაც და რეალურად მან პირდაპირ თქვა, რომ ის საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი იყო ერთგვარი შირმა, ერთგვარი რაღაცა, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური, თითქოს ერთგვარი ბუტაფორია, რომელიც რეალურად ინგრევა, ხო? აი ეს გამოჩნდა მაგალითად დანიის შემთხვევაში, როდესაც მან ირანის აგრესია დაგმო და იქ გაეროშიც გამოვიდა, მაგრამ როდესაც გრენლანდიაზე მიდგა საქმე, უკვე მორალიზმი დაიწყო. ხო, ეს სხვა არის, ანუ სხვა, ანუ რეალურად რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ეს არის საერთაშორისო ნეოლიბერალური კაპიტალიზმი იწყებს თავის შეჭმას, იწყება რეგიონალიზაცია, იმიტომ რომ ეს ნატოს შიდა განხეთქილების ეს გრენლანდია არის ჩემი აზრით პირველი ბზარი და არა უკანასკნელი აი ამ დიდ პროცესში, რომელიც ჩვენ წინ გველის, იმიტომ რომ უკვე ასათვისებელი სივრცეები არ არის, ჩინეთი გაიზარდა, რუსეთი აგერ რაღაც მეფის დამსმელის როლს იდგებს და ამით ძალიან კარგად ლავირებს უკრაინის ტერიტორიებს ითვისებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში ევროკავშირის როლი და საქართველოს პარალელიც რო გავავლოთ, აჩვენა რა რომ არსებობს ეკონომიკური სუვერენიტეტი და არსებობს პოლიტიკური სუვერენიტეტი. შეიძლება შენ კონდეს შენ იყო ეკონომიკურად უფრო ძლიერი, მაგრამ პოლიტიკური სუვერენიტეტი კონდეს ნუ გადაბარებული გქონდეს თელეგის საკითხები. საქართველოს რო ავიღოთ ხო ეკონომიკით ხო ჩვენ ხო ევროკავშირის სამწუხარო ჯერჯერობით ჩამორჩებით, მაგრამ პოლიტიკური სუვერენიტეტი ხა შეიძლება მანია გრანდიოზას ავიჯღებთ. არა. ევროკავშირის ქვეყნების ძალიან ბევრი უდიდეს უმრავლესობას აღმატებით. რაც გამოჩნდა ბოლო აი ამ ომის ეპოქის დროს, ჩვენ ხა იქ შენ პირობითად რამდენი მაცივარში პირობითად რამდენი კილოგრამი ხორცი იდევს, ის აღარ მნიშვნელობს ერთი გიდევს თუ ხუთი, როდესაც შემთავრობას და შენერს უწევს იმის გადაწყვეტა, თავის შეაკლას რაღაცას თუ არა. დანიაზე კარგად თუ არა? ხო, ანუ ეკონომიკის დონე ცხადია, მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. შეგნებით. საკუთარი ერი შეგნებით. ანუ ეკონომიკის დონე ცხადია, მნიშვნელოვანია მათ შორის იმაშიც, რომ შენ არ ჩაერთვე და ხალხს რაღაც დასაკარგე, მაგრამ ანუ ეკონომიკაზე დღეს ხო ეს რაღაცა სტიგმა რო აი ყველაფერი ეკონომიკით უნდა აიხსნას, მაგრამ არა. აი პოლიტიკური ნებელობა რაც ახლა ბოლო პერიოდში ქართულმა ერმა და ქართულმა მთავრობამ გამოაჩინა, ეს აჩვენო პოლიტიკური სუვერენიტეტი დიახ უფრო მნიშვნელოვანია ხშირად ვიდრე ეკონომიკური კეთილდღეობა. ეს ესეც იყო ხოლმე უბრალოდ ნება ხო არ არსებობდა და ეს ნება საიდან გამომდინარეობდა კიდე ეს სალკე საკითხია, ხა ვიღაცას ჰქონდა მაგისი რესურსი არ აკეთებდა, ვიღაცას გააჩნდა რესურსი და როგორც კი შანსი მიეცა გამოიყენა კიდევ. ხო ესეც იყო ხოლმე ისტორიულად ასე მოდიოდა, ხო გონიერი
მმართველები ქვეყნის ცდილობდნენ რომ რაღაცა ლავირება მოეხდინათ და ყველა ეპოქაში ესე იყო ნებისმიერი საუკუნე ავიღოთ და გონიერი მმართველი ყოველთვის იქცეოდა ისე როგორც თქვა დღეს მოიქცა ჩვენი ხელისუფლება. ვთქვათ რაღაცა დაელოდებოდა მოვლენების განვითარება, საით გადაიხრებოდა სასწორის პირა და ასე შემდეგ რომ არ შეეწირა და გაეწირა ვთქვათ საზოგადოება და მათი ინტერესები. ახლა რაც შეეხება ევროპას, ევროპა დღეს გარანტი აღარაფრის აღარ არის. ევროპა გადაიქცა უფრო საფრთხედ ჩვენნაირი ქვეყნებისათვის. იმიტომ რომ შიგნით თავის სახელმწიფოებს ხო ქვეყნებს ურთიერთობები ვერ მოუგვარებიათ. არ არის დალაგებული, ანუ უსაფრთხოების საკითხებში სხვადასხვა პოზიციები აქვთ. იქ რაღაც აგერ არის მიგრანტების საკითხი, რომელსაც აუცილებლად მიბმული აქვს ეს სოციალური საკითხი, ხო ამდენი მიგრანტი რო შევიდა სოციალური პირობებით ვერ გაუმჯობესებს შენ მოსახლეობას პირიქით უკან მიდის საქმე ფაქტია ხო და უამრავი საკითხი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკა ესე ჩვენებურად რო თქვა თავისი გაჭირვებიათ და იმიტომაც უკვე აღარავისი და აღარაფრის გარანტი აღარ არის ჩვენ კი არა აგერ უკრაინის გარანტი არ არის 2 დღის წინ ზელენსკი გამობრძანდა და რა დღით გააკრიტიკა ევროპა რომ თქვენო რაღაცა გადაწყვეტილებებს ვერ იღებთ და ასე შემდეგ იმის შემდეგ რაც თქვა ამერიკის პრეზიდენტი შეხვდა იქიდან დიდგულზე გამოვიდა და ევროპელები გაალანძღინა ის კი არა ერთხელ ხო წააქეზეს მურია და ნაწილობრივ შეაჭამეს და ახლა იმ ევროკავშირის ლიდერებსაც დაკარგავს ვინც აქამდე რაღაცა ფორმით თავზე ხელს უსვამდნენ მაგრამ თავიანთი პრობლემაა და თვითონ მიხედავენ რა მათმა პოლიტიკამ მიიყვანა იქამდე სადამდეც მიიყვანა ერთი რომ ახლა ბავშვმაც იცის რომ აგერ წეღა რომ ამბობდით რომ მთლიანად გადართული იყო რაღაცა კეთილდღეობაზე რაღაცა იმაში იყვნენ გადასულები იყვნენ რაღაცა ყოფიერებაზე ცხოვრებაზე არ ედარდებოდა ჩამოკიდებულება აი ეს იცის ზუსტად სხვაზე დამოკიდებული იყო შეერთებულ შტატებზე მთლიანად უსაფრთხოების ნაწილში და უცებ ჩაეხსნა შეერთებული შტატები და დარჩნენ პირისპირ როგორც რუსეთის ასევე შეერთებული შტატების ხო დღეს ხო შემოუწრიალდა რა და ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან უკვე ზეწოლებს ვეღარ უძლებს და დიდ მიღწევად გვასაღებენ იმას რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატოს გემდივანმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოიგაბარაკეს რომ შენ რაც გჭირდებაო გრენლანდიაში ანუ რა არის მიღწევა გრენლანდიაში მოგწევ ბაზები და საბადო რაც შენ უნდა მოიპოვო არა ის ბაზები გააფართო რაც შენ გინდა საბადოსთვის ბაზისთვის ტერიტორია ეს ტერიტორია წაიღე და ის იყოს ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრება და არავის არ შეეკითხო არაფერი დანიაში და გრენლანდიაში თუ მოპოვება გინდა რაღაც საბადოში თუ რაიღაც სამხედრო გადაწყვეტილება გჭირდება და ასე შემდეგ რაც გინდა ისაკეთე თითქოს ამერიკა იყოს და ეს არის რაღაც მაგათვის ნახე რა მაგარ რაღაცას მიაღწის და გვაბოლებენ აქამდეც როგორც აქამდე ხდებოდა რომ ამის შემხედვარე მე რატომ უნდა მიმაჩდეს ახლა რომ მაგალითად გინდაც ნატოს თავი დავანებოთ ახლა ნატოს ხო ჩავეხსენით დიდი ხანია იმიტომ რომ თვითონ ჩაიხსნა რატომ უნდა მიმაჩნდეს ევროკავშირი რაღაცის გარანტი არის როდესაც თქვა აი მოგვიწოდებენ რომ იცით რა ევროკავშირი გარანტია იმისა რომ აი რუსეთი ამას ვერ იზავს ის ამას ვერ იზავს რას ვერ იზავს რუსეთი რასაც უნდა იმას უშვება ევროკავშირს ამერიკა რასაც უნდა იმას უშვება ჩინეთზე აღარ ვლაპარაკობ ჩინეთი და შეერთებული შტატების ახლა სტრატეგიასთან დაკავშირებით ჩაშარო იყო მე გამოქვეყნდა რაღაცა პუნქტები და შეკავებასთან დაკავშირებით ანუ საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩინეთის განვითარებაზე. ანუ ჩინეთი იმ დონეზე ვითარდება ტექნოლოგიურად, სამხედრო თვალსაზრისით, რომ შეერთებული შტატები ანუ აგრესიულად კი ვერ ბედავს, რომ აი მაგალითად დაუპირისპირდეს. პირდაპირ იმ დოქტრინაში უწერია, რომ როგორი ფორმებით უნდა მოხდეს შეკავება, ანუ პირობითად მე თუ გრენლანდიას დავიკავებ, ან რაღაცა ვენესუელა ხო იმ ქვეყნებთან ხო ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთს ანუ უნდა ჩაუხსნას ისეთი ქვეყნები და თანი გარკვევი წერია რომ ზღვარი უნდა იყოს დაცული რომ შეკავება არ გადაიზარდოს თქვათ უფრო საშიშ ურთიერთობაში
და მაქსიმალურად ცდილობენ რომ როგორმე ჩინეთი, რომელიც ვითარდება და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩინეთთან ჩვენ ურთიერთობა არ უნდა გქონდეს და უნდა ჩამოვეკიდოთ ევროკავშირს, რომელიც აგერ ფაქტები მათ ხორობ ჩინეთთან პრაქტიკულად ეხლა რო უყურებ ამ ვიზიტებს მაკრონი იყო ეს იყო მათ ხორობენ ისინი იმათვის როგორ ჩინეთთან იმათაც ძალიან კარგად იციან კაცო ხო იციან რა ხდება რას რა პერსპექტივაა და მეტი გამოსავალი აღარ აქვს რა აგერ არის ისინი რო აცხადებენ ეხლა ხაზინის მდივანმა განაცხადა რომ ეს ევროპელებიო თავიანთ წინააღმდეგო ონს რო აფინანსებენო მაგენმა არ იციანო რომ ინდოეთიდან რომ იმას ყიდულობენო რა ქვია გადამუშავებულ ნავთობსო მაგიო ხო უფრო ძვირათო და მაგიო რუსეთიდან ანუ სანამ ხაზინის მდივანი იტყოდა 2 დღის წინ მაგას ჩვენ ხო ამოვდით კაცო ომის დაწყება და ცინიკურია იმიტომ რომ მაგ ამერიკამ ჩაუჭრა ის რის გამოც ეს ყიდულობს ამ ძვირს თან ეგ ამერიკის ცინიზმი ჩანს მაგ ცინიზმი ერთია და დამცირება ხო თავისთავად ცხადია მაგრამ თურმე რუსეთის იქით წასასვლელი არა აქვს ხო ეხლა ხო წინა გადაცემაში ხო თქვით ის გერმანიის მერცი რო რუსეთიო ევროპული ქვეყანა რას გვერდჩია თუ ევროპული ქვეყანა ყავს აგერ მეზობელი თურმე და რაღაცა ურთიერთობები გვაქვს იმისი რა ქვია ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები გაქანებულ ევროპულ ქვეყანასთან და რას გვერდჩია გასაგები აბსოლუტურად გაუგებარია მაგალითად შემდეგი რამ რომ თუ ამერიკა უშლის ევროპას რუსულ ნავთობს და ასე შემდეგ რატო აჭროს ამერიკა ურანით ბირთვული საწვავით რუსეთთან მაგასაგებია რომ ალტერნატივა არ აქვს ალბათ. ხო, აი ეგ. იმიტომ რომ ამერიკამ თქვა რომ მე ომთან შეხება არ მაქვს. ხო. და ის ეუბნება თქვენო თუ ეომებით რუსეთს, მაშინ რუსეთს რაღაცა აფინანსებთ. ეგეც არის კი. მე მაქვს უფლება რომ ვივაჭრო. კი ბატონო. ხო, ამერიკა აღარ აწვდის უკრაინას და ზელენსკი იარაღს და ზელენსკი რა დღესაც იყო ნახეთ ალბათ. მან არჩევნები ახლოვდება. კიევში რა ხდება? ხო, ახლოვდება. კიევი იყინება, კი. იყინება და გარბის ხალხი. გარბის ხალხი და ოფიციალურად გაანადგურეს იქის. და ეს ქალის ტიმოშენკო რა თქმა უნდა არ არის არც პირველი, არც უკანასკნელი. ზელენსკი ათავისუფლებს საარჩევნოდ ყველას იჭერს, მაგრამ მიხედონ თავიანთ თავს. გვეცოდებიან უკრაინელები, მაგრამ რა ვქნა. საქართველოს რომ დაუბრუნდეთ, მეგობრებო, საქართველოში კიდევ ხო პროპოზიციაზე არ შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ აი მიკროსკოპით ვაკვირდებით და ხალხს არ აქვს ეს მიკროსკოპი, რომ დაინახოს სად არიან ესე და რას აკეთებენ. მიკრობიოლოგები ვართ? ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოება ადრეთ სასაცილო იყო, ეხლა უბრალოდ ხარხარი შეიძლება ამაზე სექტანტების ამბავზე. მეგობრებო, საუბრობთ, მაგრამ რეკლამაც გავუშვათ.